მოგესალმები ელენე, მადლობა დროისთვის და მასპინძლობისთვის. გამარჯობა მარიამ, მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ ჩვენი ბანკის კულტურაზე თქვენთან ერთად. პირიქით, მადლობა კიდევ ერთხელ და ხო, პრინციპში ფრაზა არ გაჩერდეზე, ყველას გვახსენდება უკვე საქართველოს ბანკი, ხო? საინტერესო უკვე ორგანიზაციულ კულტურაში როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი და რა კეთდება, რა ინიციატივები ხორციელდება მისთვის, რომ არ გაჩერდეთ განვითარების გზაზე. ორგანიზაციულ კულტურაზე რაც ვფიქრობ, პირველი, რა თქმა უნდა, აზრად მომდის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამ კულტურას. არ გაჩერდეს კულტურაც არის შექმნილი იმ ადამიანების მიერ, ვინც ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობს. არ ვიცი, ეს ალბათ შემთხვევითობა არ არის, მაგრამ ეგრე გამოვიდა, რომ ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობს ძალიან ბევრი ნიჭიერი, ამბიციური, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული, რომლებიც ახალგაზრდებიც კი ძალიან ბევრი, რომლებიც ქმნიან ეგეთ კულტურას და შესაბამისად იზიდავენ ზუსტად ეგეთ ადამიანებს. ანუ სულ რომ არანაირი ინიციატივები არ ვაკეთოთ, თავისით ხდება ის, რომ არ გაჩერების კულტურა ყალიბდება და ეს ჩანს ყველაფერში, ან ნებისმიერ საკითხზე, მსჯელობაში, წლის მიზნების დასახვაში, პროექტის შეფასებაში და ასე შემდეგ. ადამიანები ახსენე და მგონია რომ დიდი გუნდებისთვის, აი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საკმაოდ ბევრ ადამიანს ასაქმებს, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იმ ინიციატივების დანერგვა, იმ შესაძლებლობების მიცემა, რომ ადამიანებმა მუდმივად ეძიონ სიახლეები, განივითარონ უნარები და რეალურად არ გაჩერდნენ, ხო? 9000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს საქართველოს ბანკი. შესაბამისად, რა კეთდება ყველაფერი ამისთვის? ნამდვილად დიდი გუნდი არის და მიხარია, რომ ამ ხელა გუნდი ვართ. არ გაჩერების კულტურისთვის მოკლედ ბევრი ინიციატივა შეგვიძლია რომ ჩამოვთვალოთ. პირველ რიგში, რაც ალბათ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, როგორც ვცდილობთ უკავშირის კულტურის დანერგვას. იმიტომ რომ ზუსტად უკავშირი არის განვითარების საწინდარი, უკავშირი არის ის მომენტი, როდესაც ერთმანეთს ვეხმარებით განვითარებაში, ვეხმარებით ერთმანეთს, რომ ყოველდღე უკეთესები ვიყავთ, უკეთ ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და ასე შემდეგ. შესაბამისად გვაქვს ბევრი პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში უკავშირს უკავშირდება. გვაქვს 360 შეფასების სისტემა ყოველწლიურად, რომელსაც ვახორციელებთ და კოლეგებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთი შეაფასოს, მენეჯერმა შეაფასოს, გუნდის წევრები შეაფასონ, თვით შეფასებას განახორციელონ და შემდგომ ამაზე დაყრდნობით მოახდინონ ერთმანეთთან უკავშირი. ეს შეფასების კითხვარიც შედგენილი არის სხვადასხვა ბიზნეს პრინციპების საფუძველზე, რომელსაც ვცდილობთ, რომ წავახალისოთ ორგანიზაციულად. ეს არის მომხმარებელზე ორიენტირებულობა, განვითარებაზე ორიენტირებულობა, ინოვაცია, საოპერაციო ეფექტურობა და ასე შემდეგ. ამის გარდა გვაქვს ასევე შესრულების შეფასება და გვაქვს მოკლედ არ ვიცი იშვიათობა არის, მაგრამ ჩვენს ორგანიზაციაში აბსოლუტურად ყველა თანამშრომლისთვის არის ცხადი თუ როგორ მუშაობენ, რადგანაც ყველასთვის არის გაზომვადი პარამეტრები იმისთვის, რომ შეაფასონ საკუთარი სამუშაო და მენეჯერებმა შეუფასონ სამუშაო. ეს არის, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე გარემო იყოს და ამავდროულად იძლევა საშუალებას, რომ საკმაოდ დეტალურად გქონდეს დიალოგი იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და როგორ ვაკეთოთ კიდევ დასაქმებულიც ხედავს, რა სჭირდება იმისთვის, რომ ზუსტად მათ შორის კარიერული განვითარების ნაწილშიც არ შეფერხდეს. კი, ზუსტად ეგრეა. თვითონ უკავშირს რაც შეეხება, საკმაოდ ფაქიზი თემა არის, ესე მარტივი არ არის, რომ ვთქვათ, რომ აი მივცეთ ერთმანეთს უკავშირი, არ არის მარტივი, საკმაოდ ბევრი ფსიქოლოგიური ბარიერი ახლავს თან ამ პროცესს, როგორც იმისთვის, ვინც გაასცემს უკავშირს, ასევე იმისთვის, ვინც იღებს ამ უკავშირს. ამიტომ ძალიან ვცდილობთ, რომ ყველანაირად HR-ული მხრიდან მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს. გვაქვს სხვადასხვა ტრენინგები, მასალები იმისთვის, რომ როგორ მივაწოდოთ მზრუნველი და პირდაპირ უკავშირი ადამიანს და ასევე მიღების კუთხითაც, რომ შევქმნათ ის ფსიქოლოგიური მზაობა, რომ უკავშირი მივიღოთ როგორც განვითარების შესაძლებლობა და არა როგორც პიროვნული კრიტიკა ან რაიმე ტიპის თავდასხმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად ეს კულტურა რაც უფრო ძლიერდება, მით უფრო ძლიერდება ერთმანეთის მხარდაჭერაც, იმიტომ რომ ყველას საბოლოო ჯამში ჯერა და იაზრებს იმას, რომ ეს პროცესი არის ერთმანეთის დახმარებისთვის და ერთად ესე ხვდებით უფრო ძლიერად. კი. ელენე, ხშირად აი გვინდა არ გვინდა, მაინც რუტინის მსხვერპლები ვართ, ხო? და ამ დროს გვავიწყდება ხოლმე კარიერული განვითარება, ცოდნის გაღრმავება, პროფესიული განვითარება. აი ეს რამდენად არის გამოწვევა და ამისთვის რა კეთდება საქართველოს ბანკში, რომ თანამშრომლები მუდმივად იყვნენ ზრდაში. კი ბატონო, მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს არაერთი შიდა კვლევა, თანამშრომლების სხვადასხვა ტიპის კვლევებს ვახორციელებთ, სადაც ვეკითხებით რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და ასე შემდეგ.
განვითარების შესაძლებლობა არის ყოველთვის დასახელებული ტოპ 3 მიზეზში, თუ რატომ მოწონთ საქართველოს ბანკში მუშაობა. ყოველთვის არის ხოლმე ერთი მიზეზი, რომ არის წარმატებული ორგანიზაცია, მეორე მიზეზი არის ხოლმე გუნდი და გუნდური გარემო და მესამე არის განვითარების შესაძლებლობა. ამ კუთხით საკმაოდ ბევრი ინიციატივა კეთდება. პირველ რიგში ეს არის ის, რომ ძალიან ვცდილობთ შიდა ნებისმიერ ვაკანსიაზე, სადაც შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, განვიხილოთ პირველ რიგში შიდა კანდიდატები და ხელი შევუწყოთ შიდა გადაადგილებებს და შიდა მობილობას. ამის გარდა გვაქვს სხვა ტიპის განმავითარებელი ტრენინგები, როგორც რბილი უნარების კუთხით, ასევე კომპეტენციების განსავითარებლად. და გვაქვს შექმნილი ეგრეთ წოდებული ლეველინგის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ გავაკეთოთ კარიერული ბილიკები და პოზიციები დავყოთ საფეხურებად. შემდგომ უკვე ბიზნესთან ესეთი მჭიდრო კოლაბორაციული პროცესების შედეგად გვაქვს შექმნილი დიდ დეპარტამენტებში ეგრეთ წოდებული კარიერული ბილიკები, დაწინაურების სისტემები, რომლებიც ვცდილობთ, რომ იყოს მაქსიმალურად სამართლიანი, თანამშრომლებისთვის გამჭვირვალე და გასაგები იმისთვის, რომ ყველა ისმოდეს საიტმიდიან და თავად რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უფრო წინ წავიდნენ კარიერულად. ახალი თანამშრომლისთვის ძალიან რთულია ხოლმე ინტეგრირება ხომ გუნდში. სტრესთან ასოცირდება, გვინდა არ გვინდა პირველი, ესე ვთქვათ, დღეები ახალ სამუშაო გარემოში. ამისთვის რაკეთება საქართველოს ბანკში გქონდათ, აი როგორ ეხმარებით ახალ თანამშრომელს, რათა მან მარტივად იგრძნოს თავი გუნდის ნაწილად. ონბორდინგი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის ახალი თანამშრომლის შემოერთების მომენტში. ჩვენი მასშტაბიდან გამომდინარე რთულია იმის თქმა, რომ მარტივად და უმტკივნეულოდ მიდის, იმიტომ რომ საქმე ბევრია, პროექტები ბევრია, საკმაოდ დიდი ორგანიზაცია, მსხვილი ან ორგანიზაციული სტრუქტურაც დიდი და კომპლექსური არის და ამ ყველაფერში ნავიგაცია და ამ ყველაფერთან ადაპტაცია რაღაც კუთხით დროს მოითხოვს. დაახლოებით 3-6 თვე მაინც სჭირდება თანამშრომელს იმისთვის, რომ უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნოს თავი ამა თუ იმ პოზიციაზე, პოზიციასაც გაჩნია, რა თქმა უნდა. ზოგი პოზიციისთვის, სადაც საჭირო არის ადგილზე მომზადება, გვაქვს სხვადასხვა მომზადების პროგრამები. ასევე გვაქვს აბსოლუტურად ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც უერთდება ჩვენს გუნდს ონბორდინგის შეხვედრა, როგორც ფიზიკურ ფორმატში, ასევე ონლაინ კურსი, სადაც ვუყვებით ჩვენს თანამშრომლებს ბანკის შესახებ, კულტურის შესახებ, ღირებულებები, სტრუქტურა, მიზნები, მისია და ასე შემდეგ. საკმაოდ ახალისო შეხვედრა არის სხვადასხვა თამაშების გათვალისწინებით, რომ უფრო მრავალფეროვანი და ეს პროცესი გავხადოთ ეს და უფრო ჩართულები იყვნენ თანამშრომლები ამაში. ამის გარდა ვიტყოდი ასევე, რომ მენტორს, ანუ იმ ადამიანს, რომელიც თავად დეპარტამენტში ხდება თანამშრომელს, ეს იქნება უშუალო მენეჯერი ან გუნდის წევრი, რომელიც ეხმარება ყოველდღიური, თქვათ, საქმის ათვისებაში და უხსნის რეალურად რა უნდა გააკეთოს, მოკლედ მენტორსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მენტორებსაც ვაქცევთ ყურადღებას, რომ გავუმარტივოთ, ასე ვთქვათ, ეს პროცესი, ვასწავლოთ, როგორი არის კარგი მენტორობა და ასე შემდეგ, რომ თანამშრომლისთვისაც, მენტორისთვისაც და ორგანიზაციისთვისაც მაქსიმალურად უმტკივნეულად ჩაიაროს ამ პროცესმა. იმ პოზიციებზე, სადაც ბევრი აყვანები ყავს, ასევე თანამშრომლების კმაყოფილების დეპარტამენტი ატარებს ერთ-ერთზე ინტერვიუებს 1 თვეზე, 3 თვეზე და 6 თვეზე ვადაში ახალი თანამშრომლებისთვის, რომ გავიგოთ ამ თანამშრომლების მოლოდინებს შეესაბამება თუ არა ის, რაც დახვდათ, რა მოწონთ, სათხედავენ გამოწვევებს და ასე შემდეგ და უკვე ამ ინტერვიუებიდან აგრეგირებული ინფორმაციის საფუძველზე, მოკლედ ამას ვამუშავებთ და ბიზნესთან ერთად მუშაობთ იმაზე, თუ ის რა შეიძლება თვითონ პროცესში გასწორდეს იმისთვის, რომ თანამშრომლებისთვის უფრო მარტივი იყოს. ელენე, თანამედროვე სამყარო, ტექნოლოგიების განვითარება მათ შორის თითქმის სრულად შეცვალა სამუშაო გარემოც, ხო? დღის წესრიგი იდეაში ყველა მიმართულებით, თუმცა სამუშაო გარემოსაც შეეტყო ეს ცვლილებები. საქართველოს ბანკი როგორ პასუხობს ამ ახალ გამოწვევებს, გულისხმობ მათ შორის მოქნილ სამუშაო გარემოს, ტექნოლოგიები, ახალი შესაძლებლობები? კი ბატონო. პანდემიის დროს საკმაოდ გავრცელებული იყო დისტანციური მუშაობა. და მაშინ იძულებულები იყვნენ ორგანიზაციები, რომ ამ მუშაობის სტილზე გადასულიყვნენ. მას შემდეგ უმეტესობა ორგანიზაციების დაბრუნდა ისე ოფისში, რადგანაც ოფისში მუშაობას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი პლუსები, ან კოლაბორაცია, კრეატიული ტიპის სამუშაო დისტანციურად ძალიან რთული არის, ისევე როგორც გუნდურობის ჩამოყალიბება. ჩვენს შემთხვევაში შეგნებულად ვრჩებით ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკზე, რაც გულისხმობს იმას, რომ კვირაში 3 დღე არის ოფისის დღეები და კვირაში 2 დღე თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ იმუშაონ სახლიდან და არ იმუშაონ დისტანციურად. ვფიქრობ, ეს მიდგომა არის საკმაოდ აბალანსებული, რადგანაც ის დროც არის, როდესაც შესაძლებელია, რომ თანამშრომლები ფიზიკურად განიხილონ რაღაც საკითხები, სადაც ფიზიკურად შეხვედრა არის საჭირო და ასევე აძლევს რაღაც ტიპის მოქნილობას, ხუთშაბათს, პარასკევს.
back office-ისთვის საკმაოდ ბევრი თანამშრომელი იყენებს, ალბათ 70% იყენებს ამ benefits და ეხლა უკვე ზაფხული ახლოვდება და კიდევ უფრო აქტუალური ხდება ამ benefit-ის გამოყენება. თვითონ ახალ თაობას რაც ეხება, ვფიქრობდი საკმაოდ შეცვლილი არის ზოგადად მოლოდინები დამსაქმებლების მიმართ და მოქნილობა როგორც ახსენე ნამდვილად არის ერთ-ერთი, სადაც აქვთ მოლოდინი, რომ ორგანიზაცია რაღაც ტიპის მოქნილობას მისცემს და მაგის გარდა რაც არის საინტერესო დაკვირვება არის ის, რომ ახალი თაობის თანამშრომლებს სწრაფად სჭირდებათ საქმის ცვლილება, ანუ აი მაგალითად რაღაცა პოზიციაზე 3 თვე იმუშავეს და всё, ანუ თვლიან რომ არის ამოწურული და აი შემდეგი რა და ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი არის მენეჯერებისთვის, რომ მუდმივად სჭირდებათ ახალგაზრდა თანამშრომლებს, რომ საინტერესო ახალი საქმეებით პროექტები გქონდეთ იმისთვის, რომ განვითარდნენ და ის შეგრძნება არ გქონდეთ, რომ ერთ ადგილას დგანან. კი, პოზიციების ცვლილება ახსენეთ და საინტერესოა ლიდერების აღმოჩენა როგორ ხდება გუნდში, იმიტომ რომ დიდ გუნდში დარწმუნებული ვარ ეს საკმაოდ რთული იქნება, ხო? თუ არის რაიმე პროგრამები, რაც მაგალითად მენეჯერულ პოზიციაზე, მუშაობის გამოცდილების, ან მუშაობით დაინტერესებულ ადამიანებს შესთავაზებს საქართველოს ბანკი. იქიდან გამომდინარე ახლა რაც ვისაუბრეთ კომპეტენციების შესრულების შეფასებას და ასე შემდეგ, რეალურად გვაქვს საკმაოდ დიდი მონაცემთა ბაზა და თვითონ თანამშრომელზე გვაქვს მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გქონდეს, როგორი არის მათი შესრულება, როგორი არის მათი პროფილი, როგორი არის მათი კომპეტენციები და ასე შემდეგ. ამაზე დაყრდნობით დღეს გვაქვს ეს ეგრეთ წოდებული ტალანტ პროგრამა. ვიღებთ თანამშრომლებს, რომლებიც ჯერ არ არიან მენეჯერულ ლეველზე, მაგრამ არიან უკვე გამოცდილი პროფესიონალები, აქვთ კარგი შესრულება, აქვთ კარგი შეფასებები და ამ სიმრავლიდან შემდგომ უკვე ვთქვათ მენეჯერების ვალიდაციით და სხვადასხვა პროცესების შედეგად დგება ჯგუფი, რომელიც გადის ტალანტ პროგრამას. ეხლა რას ნიშნავს ტალანტ პროგრამა? ეს არის სხვადასხვა სატრენინგო კურსის ერთობლიობა და ეს ტრენინგები მიზნად ისახავს იმას, რომ მომავლის უნარები და მენეჯერული უნარები განუვითაროთ ადამიანებს. როგორც არის მაგალითად გუნდის მართვის საწყისი ელემენტები, ემოციური ინტელექტი, ინდივიდუალური coaching სესიებსაც ვთავაზობთ, მაგაზე არ მისაუბრია განვითარებაზე ორიენტირებულობასთან მიმართებით. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი შეთავაზება, რაც საქართველოს ბანკში გვაქვს, არის მენეჯერებისთვის ინდივიდუალური coaching-ის შეთავაზება. ტალანტ პროგრამაშიც გვაქვს ეს შეთავაზება, ასევე ბოლო პერიოდში შარშან თუ არ ვცდები დავამატეთ ხელოვნური ინტელექტის საკითხი, რომელიც ძალიან აქტუალური არის და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ყველა ლიდერს, ყველა მენეჯერს და ყველა თანამშრომელს ექნება ამის საჭიროება, რომ იცოდეს რა ტიპის ხელოვნური ინტელექტის პროგრამები არსებობს და როგორ შეუძლიათ ამ საშუალებების გამოყენება სამუშაო პროცესში და ასე შემდეგ. ამ ტალანტ პროგრამის მონაწილეებს შემდგომ ვაკვირდებით, რამდენი წინაურდება ამ სტატისტიკას და ასე შემდეგ. შარშანდელი ტალანტ პროგრამის დაახლოებით 45% თუ არ ვცდები უკვე დაწინაურდა ზოგი მენეჯერულ პოზიციაზე, ზოგი თქვათ შემდგომ საფეხურზე და ვიხარია, რომ მოკლედ ამ ყველაფერს უწყობთ ხელს. რადგან ქალების ნარატივის ფარგლებში ვწერთ ამ ინტერვიუს, აუცილებლად ნაკითხო ქალების როლზე კომპანიაში და ორგანიზაციაში. საქართველოს ბანკის ჭრილში მინდა ვისაუბროთ, რამდენად მაღალია ქალი მენეჯერების წილი დღეს კომპანიაში? ჩემთვის ასე მე როგორც ქალი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს საკითხი ზოგადად. საქართველოს ბანკში ვუზრუნველყოფთ თანაბარ შესაძლებლობებს ქალებისთვის და კაცებისთვის. ეს არის ჩვენი მიდგომა ამ საკითხთან მიმართებით, იმიტომ რომ ზოგადად რა თქმა უნდა არსებობს ესეთი მიდგომები, რომელიც კიდე ანიქით არის გადახრილი ახლა ანაკეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ მაქსიმალურად სამართლიანი გარემო მივიღოთ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ სქესის მიუხედავად მიიღებოდეს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორც დანიშვნა, დაწინაურება და ასე შემდეგ. შესაბამისად, ისევ და ისევ იმ სისტემებს მიუბრუნდები, რომ სქესის მიუხედავად ხდება სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები და შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრის ფონზე შარშან დაწინაურებული თანამშრომლების 71% იყო ქალი. მენეჯერების წილსაც მიუბრუნდები და 55% მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი ადამიანების არიან ქალები. ვუყურებთ ასევე იმას, რომ პოზიციებზე არ გქონდეს ხელფასის კუთხით რაიმე განსხვავება გენდერული ნიშნით.
ამისთვის ამაში გვეხმარება რა თქმა უნდა თვითონ პოზიციებისთვის ხელფასების სტანდარტიზაცია, მაგრამ ამის გარდა ახლა ზოგი პოზიცია, ანუ სადაც ვთქვათ მსხვილი მიმართულებები არის და გამოდის სტანდარტიზაცია, იქ გვაქვს ეგრე და არის ისეთი ერთეულები, სადაც ვთქვათ უფრო მეტ მოქნილობას ვინარჩუნებთ, შესაბამისად ვუყურებთ მე ყოველწლიურად ვაკეთებთ იმის ანალიზს თუ როგორ განსხვავდება ერთი და იგივე პოზიციაზე ქალების და კაცების შემოსავალი. და ბოლო რამდენიმე წელი არის პლუს მინუს 3%-ში ტრიალებს ეს განსხვავება, რაც ვფიქრობ, რომ არის იმის სამსახველი, რომ ნამდვილად თანაბარი შესაძლებლობები არის და სამართლიან გარემოს უზრუნველყოფს ორგანიზაცია ამ კუთხით. თუმცა ქალების ინტერესი საფინანსო სექტორში იზრდება და ეს მნიშვნელოვანია, ხო? კი, სხვათა შორის კი. ეს მონაცემები რაც თქვით, ესეც ადასტურებს. ეგრეა ნამდვილად, აი აყვანებშიც რო ვუყურებთ, ან ძალიან ბევრი ქალი კანდიდატები არიან ზოგადად. კი ბატონო. საქართველოს ბანკის შიდა კულტურის წიგნზეც მინდა ვისაუბროთ, რა ღირებულებებს ეფუძნება და ზოგადად საინტერესოა მაყურებელს გავაცნოთ ინფორმაცია ამ წიგნის შესახებ. შარშან თავი მოვუყარეთ იმ ღირებულებებს, იმ პრინციპებს, რაზე დაფუძნებითაც გვინდა რომ ჩვენი კულტურა არის, უფრო სწორად ჩვენი კულტურა და გვინდა რომ ესე გავაგრძელოთ მუშაობა. მარკეტინგის გუნდმა იმუშავა კულტურის წიგნზე და ერთ წიგნში მოეყარა თავი ბიზნეს პრინციპებს, ღირებულებებს, ვინ ვართ, საით მივდივართ, საიდან მოვდივართ, როგორ მუშაობთ ერთად და ასე შემდეგ. ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ამ წიგნის გაცნობა ახალი თანამშრომლებისთვის, არსებული თანამშრომლებისთვის და ჩვენი ღირებულებები, ბრენდის ღირებულებები რაც არის მაგალითად ჩამოვთვლი ამ შემთხვევაში 4 არის. ეს არის мотиваცია, გამბედაობა, შექმნა და მოქმედება და გულშემატკივრობა. ამ პრინციპების გასის ხორცება, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იმისთვის რომ უზრუნველყოთ ის დინამიური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო, რაც გვახასიათებს. ელენე, ბოლოს მინდა კითხო, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც ახლა ჩამოთვალე, რაზეც ვისაუბრეთ, რა არის ის მთავარი, რაც საქართველოს ბანკში მუშაობას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს? ალბათ ბანალური ვიქნები ამას რო ვიტყვი, მაგრამ ისე უნდა დავუბრუნდე ადამიანებს. ადამიანები ნამდვილად აი ჩემს გამოცდილებასაც რო ვიხსენებ, 9 წელი არის მუშაობ საქართველოს ბანკში და ვერ წარმომიდგენია სხვა ორგანიზაციაში, ან კი მიმუშავია, მაგრამ იქ რა ხდებოდა სხვაგან როგორ უნდა ვიმუშავო. ვერ წარმოვიდგენ იმდენად მრავალფეროვანი გამოცდილება იყო ერთი და მეორე არის ის, რომ ის ადამიანები, ვისთანაც ერთად ვიმუშავე, ის გუნდის წევრები, არიან ძალიან ღირებული ადამიანები ჩემთვის. არაერთი მეგობარი შევიძინე და მეგობრობაც გვერდზე რომ გადავდოთ, ზუსტად ვიცი, რომ არ ვიცი, რაღაც წლები რო გავიდეს და არ მქონდა შეხება თუნდაც ამ ჩემს კოლეგებთან, ნებისმიერ დროს შემიძლია რომ დავურეკო და დახმარება ვთხოვო, იმიტომ რომ აბსოლუტურად ხარისხის ნდობა გვაქვს ჩამოყალიბებული ამ ერთობლივ მუშაობაში და ერთმანეთს ვენდობით, ერთმანეთს ზურგს ვუმაგრებთ, ასე ვთქვათ და ვართ ასევე არიან უბრალოდ ჩემ თავზე არ ვიცი, არაჩვეულებრივი პროფესიონალები და უზომოდ მადლიერი ვარ, რომ აქვს იმის ფუფუნება ეგეთ ადამიანებთან ერთად ვიმუშაო. ელენე, ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, თქვენი დროისთვის და საინტერესო ინტერვიუსთვის. წარმატებები საქართველოს ბანკს და თქვენ გუნდის განვითარების გზაზე. დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ.